მინდა შევახსენო, რომ დაუშველი ვერავინ დარჩება. ჩვენ გვაქვს მოძალადეების იდენტიფიცირების იმასე მეტი რესურსი, ბევრად მეტი რესურსი, ვიდრე ეს იყო თუნდაც შარშანწინ. შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს საშელს. ვინც მივიდა 4 საათზე აქციაზე, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე, რომელიც დაანონსებული იყო ბურჯულაძის და მისი პარტნიორების მიერ. და როგორც კი ნახეს, რომ ეს დამხობა ჩავარდა, მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნენ ბურჯულაძეს, ოდელავას და სხვებს. ევროკავშირის ელჩი შარშან პირდაპირ უხეშად ერეოდა ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში და მოუწოდებდა ამ მომრჩეველს მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის. ხო, ღია მოწოდებით გამოვიდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ისიც, რომ ევროკავშირის ოფიციალური პრეს-სპიკერი გამოვიდა რამდენიმე დღის წინ და მხარდაჭერა გამოუცხადა დამხობის აქციას.